მოგესალმებით მეგობრებო. მე ახლა გადავასხი სანთელი. უბრალოდ მადლობაც ვერ გადაგიხადეთ ხო, ვჩქარობ. პრინციპში საჩქარო აღარაფერია უკვე ფორმა მიცემულია ეს სანთელი და ამოღებულიც მაქვს წყლიდან, მაგრამ არ ვიცი თქვენ ვინ როგორ აღიქონთ ამ ყველაფერს, მაგრამ ჩვეულებრივი ღორის თავი მიდევს მაგიტაზე. შემოქმედებითი ადამიანები ვინც ხართ, ისინი უმალ მიხვდებით ხო, რა ფორმის ფიგურა დევს მაგიტაზე. ესე იგი, ეს სანთლის გადასხმა ერთ-ერთმა ადამიანმა დღეს მთხოვა, როცა ტაროზე გაშლა გავაკეთეთ და გარკვეული ტენდენციები სხვადასხვა მიმართულებით გამოიკვეთა. მან თხოვა, რომ სანთელიც გადამესხა და მე შევთავაზე, რომ არ მინდა სანთლის გადასხმაზე, ამ ერთ გადასხმაზე ხო თანხა და მოდი გადავასხა შენს თვალწინ, მე დაგიკავშირდები ხო და გადავასხა და რაც გამოვა, უბრალოდ მომეცი უფლება, რომ ეს საჯაროდ განვიხილო, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირების გარეშე. ამავდროულად მე ზოგადად ინდივიდუალურ გადასხმებზე მხოლოდ თაფლის სანთელზე ვმუშაობ, მაგრამ ესეც ავხსენი, რატომ შევარჩიე ხელოვნური სანთელი და არა თაფლის სანთელი, იმიტომ რომ მაინც საჯარო გაშლაში ძალიან გამტარია ეს თაფლის სანთელი მეგობრებო და არ არის მიზანშეწონილი საჯაროდ მსგავსი ტიპის გადასხმა თაფლის სანთელით. კიდევ იყო ერთი-ორი კითხვა დასმული პირადში გადასხმის სპეციფიკაზე. გეტყვით მეგობრებო, რომ ზოგადად რა თქმა უნდა ყველაფერი სამყაროში არის სწავლებადი. ნიჭიც უნდა გქონდეს რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგს ნიჭი აქვს და ცოდნა არა აქვს, პირიქით ზოგს ცოდნა აქვს და არა აქვს ის თვითნაბადი მომენტი, რაც ამ საქმეს ჭირდება, მაგრამ თქვენი ხელი არ შეახოთ, იმიტომ რომ არ იცით რომელი გადასხმა რომელი ხელით უნდა გაკეთდეს, რა მოძრაობა ჭირდება ხო, საით უნდა დაატრიალოთ სანთელი, რა ტექსტი უნდა წაიკითხოთ, იმიტომ რომ არასწორი პროცედურის შედეგად რიტუალს არ ვიტყვიმოდით, შეიძლება მთელი ნეგატივი ადამიანის წაიღოთ თქვენს თავზე, ან პირიქით სიკეთე გინდოდეთ ადამიანისთვის და აბსოლუტურად უბრალოდ დაუტრიალოთ ყველაფერი. კარგით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, უბრალოდ მადლობას მოგიხდით კიდევ ერთხელ თითოეულ თქვენთაგანს ნდობისთვის, ჩემთან ურთიერთობისთვის, ვინც გადაწყვიტა ხო, რომ პირადად მოემართა, თქვენი ენერგოგაცვლისთვის სხვადასხვანაირი ფორმით და ერთადერთი შემიძლია გულწრფელად გისურვოთ, რომ ყველაფერი მილიონჯერ და მილიარდჯერ მეტად დაგბრუნებოდეთ უკან ხო, რასაც თქვენ ჩემს მიმართ უშვებთ, ეს იქნება მატერიალური ენერგია თუ ეს იქნება ფსიქოემოციური ენერგია. ან სულაც უბრალოდ ლაიქები, კომენტარები და გამოწერები, ხომ? კარგით. ახლა ამას გავუშვათ და გადავიდეთ საქმეზე. როგორც ხედავთ, საკმაოდ უსიამოვნო სურათი მაქვს. მე პირდაპირ როგორც კი წყალში ჩავასხი, აქ კიდევ არის დარჩენილი ესეთი საფეხურები, აი როგორც ცალ-ცალკე გარიფანტა და ეს არის თვალი, ეს არის საუბარი და ასე შემდეგ, უბრალოდ ახლა მე ვერ გაჩვენებთ ხო, იქ თასშირაებია ჩარჩენილი, ობიექტივი ისე მიდგას, მაგრამ ნახეთ აქ რა ხდება. ყველაზე მთავარს მინდა მიაქციოთ ყურადღება. ადამიანის ბიოველი ენერგეტიკა დარღვეულია კი არა გადარღვეულია, ანუ რომელ სიმთელეზეა და რომელ ასე ვთქვათ ისცელინი გამთლიანებაზე ხო საუბარი, როცა მინუსებში ვართ, ნახეთ. ანუ ზოგადად სანთელი რომ ისხმება ხო, ესეთი ყოველ შემთხვევაში ბრტყელია ხოლმე, კი ბატონო ზემოდან რომ ვასხავთ, აქვს რაღაცა ისეთი მომენტები ხო, ზემოთ ამოსული რომ ვიღებთ, წყლის ქვემოდან უამრავი ფიგურა ჩნდება, მაგრამ აქ ნახეთ რაღაცა სასწაული შეიქმნა, შიგნით შევიდა ეს, ანუ ასე ხომ ვასხავ, ნახეთ, ზემოდან ხო ვასხავ, ეს არის ზედა მხარე, მეგობრებო. აი ასეთი ზედა მხარე რაღაცა სასწაულია. ზედა მხარე მაინც სწორია ხოლმე შედარებით, ხო და ქვემოდან ამოდის ეს მთელი უბედურებები და ეს ნახეთ. ანუ დარღვეული კი არ არის და რაღაცა საერთოდ მინუსებში ამისი ბიოენერგეტიკა გადასული და იმიტომაც აქვს ის რაც აქვს, ხო?
ის საშინელი სისუსტე, ის საშინელი უიმედობა, ის საშინელი დეპრესია და მოკლედ მედიკამენტებით რა ვერაფერს შველის დღესდღეობით. ხო, რას ნიშნავს ღორის თავი? ღორის თავი თქვენ იცით, მეგობრებო, რამდენად საძულველი და მიუღებელია მუსულმანურ სამყაროში. რატომ ვუსვავ ხაზს მუსულმანურ სამყაროს? აქ ძალიან დიდი ალბათობით ჩარევა არის გაკეთებული ზუსტად არა ქრისტიანის ხელით. ეს ჩვენ მაყურებელი ახლა ის კონკრეტული ადრესატი ვინც მიყურებს მან იცის, ტაროშიც დაგიფიქსირდა რაღაც განსხვავება გარკვეულ ლიკუთხით ხო, ეს სხვადასხვა შეიძლება იყოს ხოლმე, მაგრამ კომბინაცია და წყობა ისე წავიდა და სიტუაცია და მე რომ ვთქვი, უბრალოდ ეგრევე დამიდასტურა, რომ კი ნამდვილად ასეა. იქიდან გამომდინარე, რომ რაღაცა კვეთა ზუსტად ამ რელიგიის წარმომადგენელთან ჰქონდა ადამიანს. ახლა აქ რაც ხდება, მეგობრებო, ესე იგი, ჩაკეტილობა კი არა, საერთოდ რაღაცა სასწაული აქვს ამ ადამიანს გაკეთებული. ლაპარაკი თვალი და რაღაცა არ ვიცი, მე მგონი ექიმი აიბოლიტი რომ იყო, ხო, იქ ბირი რომ ყავთ და ის რაღაცა მით დადიოდა ხოლმე და ვითომ უსმენდა ხო რაღაცა გრძელი რა ქვია იმას დამოვიწყდა. ორივე მხარეს წრე რომ არის და შუაში ძელივით. რითიც ინჯავდა რა, ფონენდოსკოპი კი არა, რეალურად რა სხვანაირი ხელსაწყო ხო? ისეთი კი არა, რაღაცა ისეთია რა, კედლის იქით რომ აკვირდებიან და აკონტროლებენ ადამიანს, რომ რა როგორ რანაირად. და ის მომენტი რომ როგორც ღორის თავი რა არის. თავია ცალკე ხო, სიცოცხლო ენერგიაა, ხო? არ მინდა ესე ხმამაღლა ახლა გარკვეული ნეგატივები დავაფიქსირო და სხვა ადამიანების მიმართაც რაღაცა ცოტა შიშის მომენტები გავაჩინო, მაგრამ ეს თლიანი ღორის თავი ხო გაქვთ და აქ ნახეთ კიდე პატარა. ღორის თავი ცალკეც რომ არის დრუნჩი, თვალი, დააკვირდით. ხო, აქ ძალიან ბევრია ნაკეთები ადრეს. აქ პრაქტიკულად დაზიანებული გვაქვს ყველა ჩაკრა. თლიანი ჯაჭვური მომენტია დაზიანებული, ხო, ესეთი, კი ბატონო, ერთი რგოლიც რომ გააფუჭო, დომინოს პრინციპით მე ყველაფერი ერთმანეთთან მისმა, რა ყველაფერზე აბსოლუტურად მიმართული დაზიანება. აქ მარტო ასე ვთქვათ, არ მიყვარს ამ ტერმინის ხმარება, მიხვდებით ხო, რასაც გულისხმობ, რომ აკეთებენ, ეს კი არ არის მარტო გაკეთებული, აქ ეგრეთ წოდებული კრატნიკ ქართულად იქნება ალბათ ქურდი ხო? ქურდი შეიძლება იყოს ეს ფინანსური ქურდი, შეიძლება იყოს სილამაზე, შენი სილამაზე, შენი ჯანმრთელობა, შენი ოჯახური მთლიანობა, მილიონი რაღაც შეიძლება იყოს შურიანი ბოღმა ადამიანისგან. რამოდენო ახლა ეს ადამიანი სწორად გამიგეთ არ მოვა მეორე პლანეტიდან ხო და სხვა გალაქტიკიდან არ გესტუმრებათ, რომ რაღაცა დაგიზიანოთ და გაგიფუჭოთ. როგორც წესი ასეთი ადამიანები არიან ხოლმე თქვენი წრიდან, თქვენი უახლოესი გარემოდან, ხო? არ ვიცი მეგობარი ნათესავი შესაძლოა მეზობელიც არ გამოვრიცხავ არც მაგას ჩემო კარგო ადამიანებო, ისეთებს შევხვდი მე ბოლო პერიოდში და ისეთები ვნახე და ისეთები გავიგონე, რომ ჩემთან მოსულ ყველა ადამიანს ვურჩევ ხოლმე, რომ იცით რა, სახლში ყველა შესაშვები არ არის. მოდით რა, გადაყევით, სადაც გინდა წაიყვანეთ, რაც გინდათ გავუკეთეთ, ეცით პატივი, მაგრამ სახლში ყველას ნუ შეახედებთ. თუ ჯერ დარწმუნებული სადაც ხარ, იქაც უკვე დღეს ისეთი ცხოვრება მოვიდა, მაგრამ გავეშოთ ახლა სულშიში ხო არ ვიცხოვრებთ არა, ახლა ესეც არ გამოდის ზოგადად. ჩემო მტერმა იცხოვრა სულშიშით და სულშფოთვით და სულეჭვებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რისკების შეფასება უნდა ვიცოდეთ. რა უშველის ახლა ვიღაცას შეიძლება კითხვა გაუჩნდეს, ხო, ამის მერე რა? ამის მერე ის, რომ უნდა დაიწყო ჯერ გადასხმებით ნელ-ნელა მოხდეს აი ამ სიტუაციების ზემოთ ამოტანა, ხო? გათანაბრდეს.
არ შეიკვრება, იქნება კიდე ეს ტეხილები და ზიგზაგები, ესე მარტივი არ არის ბიოველის გამთლიანება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს უნდა ეს ფორმა უნდა მოისპოს, ხო? ნელ-ნელა ამას რომ ამოვიტანთ ზემოთ, მერე ნელ-ნელა ესეთი ნახეთ, ხელს რო დააჭერ, უკვე შიგნით არაფერია, ხო? ხედავთ? ანუ ეს მომენტები უნდა მოცილდეს ნელ-ნელა. გადასხმები აშორებს, ამას მე ხო ვერ მოვაშორებ, ანუ ნელ-ნელა უნდა მოხდეს ასეთი როგორ გითხრათ, სწორად ნაბიჯ ყველაფრის გასუფთავება, ყველაფრის მოშორება უნდრის ფასად, ყველაფერი ჯერ გარეთ უნდა გამოვიდეს. როცა სანთელს ვასხამ და იქ რაღაც საშინელი გამოსახულებები გამოდის, ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ნუ გეშინიათ, ეს პირიქით კარგია, იმიტომ რომ ყველაფრის ასე ვთქვათ, ახვეტა მოგვახდება თქვენი ცხოვრებიდან ცუდის და სანთლის ძალით ეს ყველაფერი გამოდის გარეთ და გადადის წყალში, ხო? და რეალურად იქ იხსნება ბლოკები, ფინანსური იქნება, ეს პირადი ცხოვრების იქნება თუ სხვა და სხვა და სხვა. ოღონდ ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ, სანთლის მეშვეობით ამ ყველა ნეგატივის გარეთ გამოტანა. წმენდა დავარქვათ კი ბატონო, მაგრამ აი როგორც ასეთი რომ მე რიტუალი გავაკეთო, ვიღაცას რაღაც, მოკლედ, ხო, ვიღაცა დავაბრუნოთ თუ ეს თემები ჩემთან ვერ. მე არ ვარ ამისი სპეციალისტი, მოგატყუებთ, მე ვერ გავაკეთებ. ანუ ეს ჩემს ძალებს აღემატება, ხო? ეს ჩემს ნიჭებს მოდი არ ვიტყოდი და არც ძალებს, მაგრამ ჩემს ნებელობას აღემატება და აღემატება იმას, რისი უფლებაც მე მაქვს, ხო, რისი კეთების უფლებაც მე მაქვს. უფრო მეცაც გეტყვით, 21-22 წლამდე ასაკის ადამიანებთან, 20 წელი მაქსიმუმი, მე საერთოდ არ ვკიდებ ტაროს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ იცით 14-16 წლიდან დაშვებულია, ხო, სანთელი კი ბატონო, სანთელი ბავშვით შემილია გადავასხა, იმიტომ რომ ზოგჯერ სასწაული თვალი აქვს ბავშვს აღებული სასწაული რაღაც ხდება მის ცხოვრებაში, ანუ უძილობები, შფოთვები, მუდმივი რაღაც სწავლის ჩამორჩენა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს სხვა თემა. მე ეს მთები უნდა მოშორდეს, ხო, და აკვირდით როგორი მთებივით არის ამოსული, თითქოს ყურებია, თითქოს რაღაცა მოჭრილი, აქ რაღაცა ხორცმეტები. ესენი არის სულ ფინანსური ბლოკები, რაც ხედავთ. ესენი არის სულ შფოთვები და შიშები და ადამიანი რითი უნდა დაასუსტო, უნდა ჩაუნერგო შიში. როგორც კი ადამიანს შიში გაუჯდება, მე ვსო იმისი მართვა პლასტილინივით ძალიან მარტივია, ხო, საერთოდ გინდა როგორც გინდა ისე, ერთი პატარა სიტყვაც კი შეიძლება ტრიგერი გახდეს იმის, რომ ის შეიძლება საერთოდ ჭკვიდან შეიყრას. და მე მსგავსით ძალიან ბევრი მინახავს, მაგრამ საბედნიეროდ მე ისე მომხდარა, რომ უკან დაბრუნებიათ ბუმერანგად ის ყველაფერი და მიმხდარან იქ მათი პრობლემაა, იმიტომ რომ კიდევ ნებისმიერი მცდელობისას იგივე დაემართებათ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა, ხო, ეს ჩვენი პრობლემაა და ჩვენი სასაუბრო თემა ამ შემთხვევაში არ არის. ხო, ეს უარესებიც გამოსულა, ეს კიდევ, მაგრამ ღორის თავი ახლა საკმაოდ ისეთი მძიმე სამუშაოა, უწვრთელად გეტყვით, შემოკარგო ადამიანებო. ასევე ცალკე სამუშაოა, როგორც ეს სხვა რელიგიის მიერ გაკეთებული, ძალიან მძიმეა და ძალიან რთულად გასარღვევი სხვადასხვა ტიპის მაგიები, ხო? რა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ბოშების მაგია, ეს იქნება, ვთქვათ, რაღაც სხვადასხვა ტიპის, მოკლედ არ ჩამოვთვლი და არ დავასახელებ, ხო? ზოგჯერ არის, რომ მე პირდაპირ ვამბობ, რომ მე ამას ხელს ვერ მოვკიდებ, იმიტომ რომ მე ვერ მოვერევი. ანუ იმ ინსტრუმენტით, რა ინსტრუმენტით მუშაობის უფლებაც მე მაქვს, მე ამას ვერ მოვერევი. და მე სხვა ინსტრუმენტს არ ვიყენებ. ამიტომ უნდა მიმართოთ სხვას, ხო, რაღაცა სპეციალური პოსტაც, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს. ასე ვიტყოდი, მოდით. აქ საერთოდ პირად ცხოვრებაზე ლაპარაკი ზედმეტია, მეგობრებო, ოჯახიც რომ გქონდეთ, თუ არ დაგეშლება, პრაქტიკულად შეთქვათ, რომ არა გაქვთ ხო სულ ჩხუბი, სულ აყალმაყალი, ცალ-ცალკე ოთახები, სახლში მისვლა არ მინდა, თავი მტკივდება და ჰაი-ჰუი და ალიაქოთი, ხო? პრაქტიკულად ნახეთ, სადაც უნდა იყოს ტვინი, ანუ სადაც რეალურად ის
აი ამ მოხვევების ფონზე, თუ რა ვიცი, როგორც არის მომრგვალებების ფონზე, ცარიელი ფუღუროა, ხო? ანუ ადამიანს პრაქტიკულად აზროვნების უნარი აქვს დაკარგული. წართმეული აქვს სწორი ჯანსაღი აზროვნების უნარი და ძალიან მარტივი მარიონეტივით სამართავი რა გამხდა კი ადამიანი. აღარ ჯერჯერობით კიდე შერჩენილი აქვს როგორც ჩანს, ახლა ვინც მიყურებს მისმენს ვიცი გარკვეულ წილად, აი ნახეთ ხა ეს თითით მოვაწრე, რაც საშინელება ადევს თავზე პირდაპირ. სკულპტურები რომ ადევს ხოლმე იმ ადგილებს, აი ბოლოს რომ ჯვარი წერია ყველას, ხო? მაგრამ ნუ საბედნიეროდ არ ვიცი, ამ ადამიანს შერჩენილი ქონდა კიდე ის მომენტი, რომ ვაიდა, მართლა რაღაც ხდება და ჩართო ყველანაირი მექანიზმი, ხო, რომ მიხვდა რომ რაღაცა თქვათ მარტო ექიმების და მედიკამენტების ჩარევით ვერ, სხვა შორის ერთ-ერთ ჭკვიან ექიმს უთქვამს, რომ მოდი, ხო არ ვიცი, უკვე მე ყველა გზა ვცადე და მე ამის იქით აღარ ვიცი და იქნებ სხვა სფეროს წარმოადგენელს მიმართავ, ხო? აქვე დავაფიქსირებ, რომ მე წარმოდგენა არ მაქვს ახლა ამ გადასხმის მერე ეს ადამიანი გააგრძელებს, არ გააგრძელებს, არ ვიცი. მაგრამ მე ჩემი პირობა შევასრულე, მან ახლა გადასხმის პროცედურა, რა თქმა უნდა. და მე მისინებართვით უკვე სამოღებული ფიგურა თქვენს წინაშე წარმოვადგენ. ხო, სულ ამის თქმა მინდოდა მეგობრებო, აი ამ ტიპის აი სპეციფიკა გადასხმის, ვისაც ინტერესი ძალიან ბევრი ჰქონდა და ბევრი შეტყობინება შემომდიოდა მესენჯერში. თუმცა მე მაინც ზოგადად მირჩევია ხოლმე, რომ კაროსთან ერთად კომბინაციაში ვაკეთოს ყველაფერი, იმიტომ რომ ინფორმაცია უფრო მეტი მოდის, ანუ უფრო მარტივად იხსნება, ასე ვთქვათ. ის ენერგოველი და უფრო მარტივად ვახცევთ, ხო? რაღაცა მომენტში შეიძლება იმან უფრო აჯობოს, ამან გადაწონოს ერთმანეთი დააბალანსოს და ჯამში მივიღოთ საუკეთესო შედეგი. დაგემშვიდობებით. დღეისათვის სულ ეს იყო. წარმატებებს გისურვებთ, დროებით და ერთ-ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ღმერთმა ყოველთვის დაცულები გამყოფოთ ყოველგვარი ავისგან, ხო? და სამწუხაროდ თავი დღეს ძალიან მომრავლებულია ამ სამყაროში. ნახვამდის ჩემო მეგობრებო, კარგად წვენდებით.